ჩვენ ვიწყებთ ახალ თემას და ამ თემაში განვიხილავთ სისტემურ გამოძახებებს. C-ზე დაწერილი პროგრამები ძალიან არიან დამოკიდებული ოპერაციულ სისტემებზე და ისინი ხშირად ახდენენ სისტემურ გამოძახებებს. სისტემური გამოძახებები არის ფუნქციები, რომლებიც არიან ოპერაციული სისტემის კერნელში. C-ის სტანდარტული ბიბლიოთეკის კოდის უმეტესი ნაწილი არის დამოკიდებული სწორედ მათზე. მოდი ახლა დავიწყოთ და პირველი ფუნქცია, რაც მინდა განვიხილოთ, ეს არის ფუნქცია system. გავაკეთოთ ახლა ფაილი და დავარქვათ მას prog1c. პირველ რიგში ჩავართოთ ესეთი ფაილი, ესეთი header-ი stdlib. და ახლა გამოვიძახოთ ეს ფუნქცია system. მას უნდა გადავწეთ სტრიქონი. და ახლა რა ჩავწეროთ ამ სტრიქონში? აქ უნდა ჩავწეროთ ის ბრძანება, რომელიც გვინდა რომ შეასრულოს აი ამ ფუნქციამ. ეს იგივე იქნებოდა, რომ CMD-ში ჩაგვეწერა ჩვენ ეს ბრძანება. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია აი აქ ეს ეკრანი გავასუფთავოთ ესეთი ბრძანებით cls და წაიშლება რაც არის აქ დაწერილი. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პროგრამითაც. ანუ აქ შეგვიძლია ჩავწეროთ cls. დავაკომპილიროთ ახლა ეს ფაილი. აი აქ prog1 უნდა. დაკომპილირდა როგორც ხედავთ და ახლა თუ კი გამოვიძახებთ ჩვენ ამ prog1-ს, გასუფთავდება ეს ეკრანი. აი მართლაც იმუშავა და გასუფთავდა. ასევე ჩვენ აქ შეგვიძლია ჩავწეროთ სხვა ბრძანებების, მაგალითად გავხსნათ default browser-ი რაც არის და გავხსნათ რომელიმე მისამართი, მაგალითად და აი როგორც ხედავთ გაიხსნა და ჩართო ეს. იგივე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პროგრამის საშუალებითაც. ანუ აქ შეგვიძლია ამ system cls-ის ნაცვლად დავწეროთ ესეთი რამ system start. ოღონდ აი აქ ეს ორი ბრჭყალი რომ გამოვიყენოთ, დავწეროთ წინ ესეთი სლეშები. და აი აქ მისამართი. დავაკომპილიროთ ახლა ეს ჩვენი პროგრამა და თუ კი ამას გავუშვებთ, ახლა ეს ბრაუზერი ჩაირთვება და გაიხსნება ის გვერდი, რაც მიუთითეთ აი აქ. აი როგორც ხედავთ, იმუშავა და ამ ჩვენი system ფუნქციის საშუალებით ჩავართეთ default browser-ი რაც არის და გავხსენით ეს ამისი გვერდი. ასევე ჩვენ შეგვიძლია აი აქ ჩავწეროთ ესეთი ბრძანება, დავწეროთ და შემდეგ აქ ჩავწეროთ რაიმე ტექსტი. და შემდეგ file.text. ეს რაც გააკეთებს ახლა აიღებს აი ამ სტრიქონს და ჩაამატებს აი ამ ფაილის ბოლოს. აი რაიმე ტექსტი. ასევე აქ შეგვიძლია ჩვენ სხვა რამე ჩავწეროთ. და აი უკვე ჩაიმატა ეს. და იგივე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი პროგრამიდანაც. ამისთვის წერთ ჩვეულებრივად system და შემდეგ გავუშვათ ახლა ეს პროგრამა, ოღონდ ჯერ დავაკომპილიროთ. და ეს უკვე ჩაიმატა აი ამ ჩვენი პროგრამის გაშვების შედეგად.